მოსკოვში ნამდვილი აურზაურია. 25 აგვისტოს დილით მოსკოვის აეროპორტ ვნუკოვოში აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 დაეშვა. ამის შესახებ იუწყება რესურსი Flight Radar 24. კრეულში უკვე განაცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია ვნუკოვოში ჩამოსულ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავზე. და თითქოს ისინი არ ელოდებიან სტუმრებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მით უმეტეს არ ელოდნენ მძიმე სამხედრო თვითმფრინავის დაჯდომას. ამ მოვლენას სიბნელეს მატებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღით ადრე დაახლოებით 50 სხვადასხვა ნატოს თვითმფრინავი კალინინგრადის გარშემო დაფრინავდა. ამუშავებდნენ რუსეთის ანკლავში, რუსეთის სააერო თავდაცვისა და სარაკეტო დაანადგარების ჩახშობისა და განადგურების სცენარს. შემდეგ კი ეს მთელი საჰაერო არმადა ბელარუსისკენ გადავიდა და შემდეგ შავი ზღვისკენ. და აი დღეს ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს მოსკოვში ამჩნევენ. პარალელურად ვრცელდება თემა, რომ თითქოს მშვიდობის მოლაპარაკებებს ამჟამად ვიტკოვი და კუშნერი აღადგენენ. ტრამპის ელჩები გეგმავდნენ მოსკოვში ვიზიტს, მაგრამ ჯერჯერობით ის გადადებულია. მესამე მხრივ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვატიკანის წარმომადგენლები უნდა გადასცენ რუსებს მშვიდობის ინიციატივები, რომლებიც უკრაინამ, ევროპამ და აშშ-მ შეიმუშავეს. მაგრამ ყველაზე სარწმუნო ვერსია თითქოს კიდევ უფრო გვიან გამოჩნდა. ეს არის ის, რომ რუსეთს შეეძლო გაეთავისუფლებინა კიდევ ერთი ამერიკელი პატიმარი, რომელისთვისაც ჩამოვიდა სამხედრო თვითმფრინავი. იმიტომ რომ ამერიკელებს ეს უკვე გაუკეთებიათ. ზუსტად ასე. 2025 წელს 10 გამოგზავნეს სამხედრო თვითმფრინავი იმისთვის, რომ წაეყვანათ საკუთარი მოქალაქე, რომელსაც კრემლის რეჟიმი უკანონოდ აკავებდა. ან ეს არის განზრახული შეცდომა. შეცდომა ბჭყალებში. ნატოს ნავიგაციის შეცდომა. მოკლედ, მოდით გავარჩიოთ ეს მთელი ისტორია. რატო? იმიტომ რომ სხვადასხვა ვერსიები ისმოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გახდა ცნობილი, ვინ ჩამოვიდა რეალურად მოსკოვში ამ სამხედრო თვითმფრინავით. და როცა გაიგებთ, ვინ იყო ეს, ძალიან გაოცდებით. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და შემდეგ კომენტარი დაწერეთ ამ ვიდეოს ქვეშ. ამერიკელები ჩამოვიდნენ მოლაპარაკებებზე. თქვენ როგორ დაადგინეთ? ამერიკის სამინისტროს მანქანები და პლუს სიახლეები იმის შესახებ, რომ სამხედრო თვითმფრინავი. ვნუკოვოში ჩამოფრინდა 1 საათისა და 30 წუთის წინ. 25 აგვისტოს დილით მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster 3. დასავლური მედიის ინფორმაციით ეს არის პირველი მსგავსი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვში 2021 წლიდან მოყოლებული ანუ ომამდე ჩამოფრინდა. არავინ, არც პენტაგონი, არც თეთრი სახლი, არც აშშ-ს საელჩო მოსკოვში, არც რუსეთის საელჩო ვაშინგტონში, არც კრემლი, საერთოდ არავინ არ აუხსნია რა ხდება. კრემლი კი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ინფორმაცია არ აქვთ და ამ კვირაში აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები არ იგეგმება. ეს ზუსტად იმ დროს ხდება, როცა როიტერსის ინფორმაციით უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები თითქოს ჩიხში შევიდა, მაგრამ მხარეები სწორედ ეხლა განეხილავენ, როგორ განაახლონ ისინი. ამიტომ მოდი დეტალურად განვიხილოთ ეს სურათი, რადგან თვითონ დაჯდომასთან დაკავშირებითაც არის განხილვები და გარკვეული კითხვები. დავიწყოთ ფრენის სრული ქრონოლოგიით, რომელსაც Flight Radar-ის მონაცემებით ავადგენთ. აქვე გეტყვით მოითმინეთ, რადგან ისტორია ძალიან საინტერესოა და მხოლოდ გამოშვების მეორე ნახევარში მივალთ კულმინაციამდე. მაგრამ დეტალების გამოტოვებაც ამსურს. მოკლედ, 19 აგვისტოს ეს თვითმფრინავი, სწორედ ეს სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც დღეს მოსკოვში დაეშვა, ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში დააფიქსირეს. შემდეგ ეს თვითმფრინავი ავიაბაზაზე გადაიყვანეს. მაშინვე ენდრიუსში, კემპ-სპრინგში, მერილენდის შტატში. და სწორედ იქ არის განთავსებული პრეზიდენტის თვითმფრინავი Air Force One. და იქვე ანსახურებიან აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის წევრების, მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებისა და
პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ფრენებს. ანუ იმ მომენტისთვის უკვე გასაგები იყო, რომ ეს თვითმფრინავი იქ უბრალოდ არ გადაუყვანიათ. 23 აგვისტოს კვირას თვითმფრინავი დაეშვა რიგაში, ლატვიის დედაქალაქში და იქ მიწაზე 2 დღე დაჰყვა. და მხოლოდ 25 აგვისტოს, სამშაბათს, მოსკოვის დროით დაახლოებით 8 საათსა და 50 წუთზე ის რიგიდან გაფრინდა. მარშრუტი გადიოდა ლატვიისა და ლიტვის სააერო სივრცეში, სანამ თვითმფრინავი რუსეთის საზღვარს გადაკვეთდა. ვნუკოოში დაშვება დაფიქსირდა დაახლოებით დილის 10 საათსა და 4 წუთზე. ისევ და ისევ. მოსკოვის დროით. კრემლის რეაქცია ხაზგასმით ნეიტრალური იყო. რუსეთის პრეზიდენტის პრეზიდენტმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია ჩამოსულ თვითმფრინავზე და რუსული მხარე ამ კვირაში არ გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ეს სხვათა შორის ეს კიდევ ერთი მინიშნებაა იმაზე, ღირს თუ არა საერთოდ დმიტრი პესკოვის დაჯერება. ეს ადამიანი არის, რომელიც ყოველ ნაბიჯზე იტყუება. წინა გამოშვებაში ჩვენ შევეხეთ რუსეთში მობილიზაციის თემას და პესკოვმა დღეს თქვა, რას ამბობთ? არა, ეს ყველაფერი უკრაინელების ინტრიგებია. არანაირი მობილიზაცია არ იქნება. ზუსტად ასეთივე ციტატა მოგიყვანეთ, რომელიც პესკოვმა მობილიზაციის გამოცხადებამდე 1 კვირით ადრე, 2022 წლის სექტემბერში თქვა. სიტყვასიტყვით თქვა, რას ამბობთ, არაფერი იგეგმება, ეს ყველაფერი უკრაინელების ინტრიგებია. ერთ კვირაში ბამ, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში. დღეს კი ამბობს, რას ამბობთ, არანაირი მობილიზაცია არ იქნება. და ეხლა პესკოვი ამბობს. ჩვენ ამერიკელებთან არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაფიქრდით. აშშ სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა მოსკოვში, ვნუკოოს აეროპორტში. და კრემლის წარმომადგენელი ამბობს, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, საერთოდ არაფერი ვიცით. ამასთან ევროპული ავიადისპეჩერების სამსახურის წყარომ განაცხადა, რომ ძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი პირდაპირ რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ მიემართებოდა რიგიდან აფრენისთანავ. ამ მარშრუტი არ გამოიყურებოდა შემთხვევითად ან გადახრილად. ის იყო პირდაპირ და მიზანმიმართული მოსკოვისკენ. თვითმფრინავის ტიპი უჩვეულოა დიპლომატიური მისიისთვის, რადგან ეს არის C-17 Globemaster 3. სტრატეგიული მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც განკუთვნილია ჯარის გადასაყვანად, ჯავშანტექნიკისა და დიდი ზომის ტვირთების გადასაზიდად, შეუძლია თითქმის 80 ტონის გადაზიდვა და პირადი შემადგენლობის დესანტირება. დიპლომატების, სპეციალური წარმომადგენლების ან ოფიციალური დელეგაციების გადასაყვანად, როგორც წესი, ბევრად უფრო მცირე VIP თვითმფრინავები გამოიყენება, მაგალითად Gulfstream C-37. სწორედ მძიმე სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავის გამოყენება ჩვეულებრივი VIP თვითმფრინავის ნაცვლად. თავისთავად აჩენს კითხვებს ტვირთის ან მისიის ხასიათზე. აქვე საჭიროა აღვნიშნოთ ერთი სამართლიანი ტექნიკური შენიშვნა, რომელიც ავიაციის ექსპერტებმა გააჟღებეს და რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ცდილობდნენ კვალის არევას. თავდაპირველად გამოითქვა ეჭვები, ნამდვილად შევიდა თუ არა თვითმფრინავი მთლიანად რუსეთის საჰაერო სივრცეში, რადგან პოზიციის შესახებ ზოგიერთი მონაცემი არატიპიურად გამოიყურებოდა. რუსული ტრეკერების უმეტესობა ვნუკოოში დაშვებას აფიქსირებდა, როგორც უკვე მომხდარ ფაქტს. მაგრამ მაინც ბევრი ექსპერტი, რომლებიც თელ ფრენას აკვირდებოდნენ, ამბობდნენ, მოусმინეთ, რაღაც არ ჯდება. შესაძლებელია თვითმფრინავი ყავ სიგნალებს აგზავნიდა იმისთვის, რომ აერია სად იმყოფებოდა სინამდვილეში. და ამის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ამ თვითმფრინავმა მაშინვე მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება. რადგან აშშ-ს პირდაპირ სამხედრო ფრენები რუსეთში უკიდურესად იშვიათია, მას შემდეგ რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინას შეიჭრა. როდესაც ევროკავშირმა აშშ-ს ბრიტანეთმა და კიდევ 30-ზე მეტმა მოკავშირე ქვეყანამ დახურა საკუთარი საჰაერო სივრცე რუსეთის თვითმფრინავებისთვის, ხოლო რუსეთმა სარკისებურად უპასუხა ამ ქვეყნების ოპერატორებს. მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი 2022 წლის შემდეგაც დაფრენილა რუსეთში. მაგალითად, 2025 წლის თებერვალში აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი უკვე დააფიქსირეს სწორედ იმ ვნუკოვოში. მაშინ ეს მოხდა პატიმრების გაცვლის დროს, როდესაც ალექსანდრ ვინნიკი რუსეთში დააბრუნეს ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის გათავისუფლების საანაცვლოდ. უკვე 2025 წლის აგვისტოში რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი დააფიქსირეს ანკორიჩში დაშვებისას, სწორედ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებამდე. ხოლო 2026 წლის თებერვალში ბიზნეს ჯეტი Gulfstream ვაშინგტონი მოსკოვის მარშრუტზე დაფრინავდა, რამაც მსგავსი სპეკულაციები გამოიწვია სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოვის შესაძლო მონაწილეობაზე. და მაშინ პესკოვი, კრემლის სპიკერი, ზუსტად ასეთივე პასუხს აძლევდა. ინფორმაცია არ გვაქვს, შეხვედრები დაგეგმილი არ არის. შემდეგ ვიგებდით, რომ სტივენ ვიტკოვი იმ დღეებში ვლადიმერ პუტინს ხვდებოდა.
ანუ კრემლის უარყოფის ფორმულა თითქმის სიტყვასიტყვით მეორდება შემთხვევიდან შემთხვევამდე. ასეთი ფრენები სისტემატურად წინ უსწრებდა ან ჰუმანიტარულ გაცვლებს, ან დიპლომატიურ გარღვევებს. და აქ ფაქტობრივად როგორც ჩანს მივედით მეორე საკითხამდე, დიპლომატიური გარღვევის შესახებ. რადგანაც ჩნდება ინფორმაცია CBS News-ის ინსაიდერისგან, რომ მოსკოვში ჩამოვიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ჯონ რედკლიფი. სწორედ რედკლიფის კორტეჟი დღეს შეამჩნიეს თვითმხილველობა მოსკოვში და რედკლიფის ვიზიტის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. თეორიულად რედკლიფს შეუძლია შეხვდეს სერგეი ნარიშკინს, თავის კოლეგას საგარეო დაზვერვის სამსახურში. და აღნიშნა, რომ ბოლოს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები შეხვდნენ 2022 წლის ნოემბერში. როცა უილიამ ბერნსი ნარიშკინს ანკარაში ხვდებოდა, მაშინ წერდნენ, რომ ბერნსი ნარიშკინს აფრთხილებდა ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე. გახსოვთ ეს, როცა შოიგუ დასავლეთის ლიდერებს ურეკავდა და ყველას ბინჯური ბომბით ემუქრებოდა? ეს ის პერიოდია, როცა რუსები უბრალოდ ვიფრთხებივით გარბოდნენ ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიდან. აი მაშინაც იმედოვნებდნენ, რომ როგორმე შეაჩერებდნენ ამ უკან დახევას და შოიგუ ლიდერებს ურეკავდა და ეუბნებოდა, ჩვენ გამოვიყენებთ ბინძურ ბომბას. ეხლა დაიწყება. მაშინ კი ბენცი ნარიშკინს ხვდებოდა. რედკლიფის მოსკოვში ვიზიტის მიზნების შესახებ ახლა ინფორმაცია არ არის, მაგრამ ალბათ მალე გავიგებთ. ინსაიდერები ზუსტად გვიპასუხებენ. ამიტომ დავაკვირდებით. აქ დავამატებ, რომ იმის გამო ნერვიულობა თითქოს იქ რაღაც გარიგება, ან უკრაინის ზურგს უკან შეთანხმება, ჩემი აზრით არ ღირს. იმიტომ რომ რედკლიფი უკრაინის მეგობარია და ის ყველაზე დიდი მხარდამჭერია უკრაინის ამჟამინდელ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში. მე კიდევ ვითხოვდი, რომ უფრო მეტადაც კი ვიდრე მარკო რუბიო. ანუ ეს საკმაოდ პროუკრაინული ჩინოვნიკია. ასე რომ ის ნამდვილად არ ჩადის უკრაინის ინტერესების დასათმობად. თუმცა აქ გადავდივართ ამ გამოშვების მეორე ნაწილზე. ეხლა პირდაპირი კავშირია იმასთან, რასაც უკვე განვიხილავდით წინა გამოშვებაში. ექსპერტები პირდაპირ აკავშირებენ ამჟამინდელ საიდუმლო რეისს რეიტერის ცნობებთან, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ბოლო დღეებში ჩიხში შევიდა და მხარეები ახლა განიხილავენ, როგორ განაახლონ ისინი. მოდით გავიხსენოთ რა უკვე ვიცით. The Times-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ზელენსკის ახალ წინადადებაზე. ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, ორმხრივი ჯარების გაყვანა, ბუფერული ზონის შექმნა. და ეს გეგმა შემუშავდა ტრამპის გუნდთან და ევროპელებთან ერთად. და იგეგმებოდა, რომ სწორედ დღეს, სამშაბათს, ეს გეგმა უნდა გადაეცათ რუსებს. წერდნენ, რომ პირადად ლავროვს ვატიკანის შუამავლის მეშვეობით. ამასთან ჩვენ ასევე გავარკვიეთ, რომ სპეციალური წარმომადგენლის ვიტკოვისა და ჯარედ კუშნერის პირდაპირი ვიზიტი მოსკოვში გადაიდო. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა გუშინვე გააფრთხილა, რომ ციტატა მოლაპარაკებებს სიჩუმე უყვართ. ამიტომ გამოდის ასეთი ლოგიკური თანმიმდევრობა. რადგან ოფიციალური საჯარო დაანონსებული ვიზიტი ვიტკოვისა და კუშნერის მოსკოვში გადაიდო, ხოლო ვატიკანი განიხილებოდა როგორც ალტერნატიული არხი წინადადებების გადაცემისთვის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, თქვათ ასე, მცდელობა საზოგადოებას შეეყვანათ შეცდომაში, საზოგადოება იმ დროს, როცა ამ მომენტში უკვე იგეგმებოდა რედკლიფის ვიზიტი მოსკოვში, აი ეს ახლანდელი არაპუბლიკური აუხსნელი რეისი ძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის, რომლის ბორტზეც იყო ჯონ რედკლიფი, სავსებით შეიძლება იყოს სწორედ ამ მცდელობის ნაწილი, რომ მოიძებნოს კომუნიკაციის არხი შეჩერებული ოფიციალური არხის გვერდისავლით. და ბოლ დეტალი, სწორედ ის გეოპოლიტიკური ჩარჩო, რომელშიც თავსდება თვითონ ფაქტი, რომ მოსკოვში გაჩერდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზე შეერთებული შტატების მთავარი მზვერავი იმყოფებოდა. და იმაზე, რომ ის სწორედ რიგიდან გაფრინდა და შემდეგ იქიდან გაფრინდა მოსკოვში. საქმე იმაშია, რომ ლატვია უკვე ყურადღების ცენტრში იყო სულ ერთი კვირით ადრე, როცა ჩვენ განვიხილავდით მასშტაბურ საჰაერო წვრთნებს ნატოს მხრიდან კალინინგრადის გარშემო. ავაქსის თვითმფრინავების, რადიოელექტრონული ბრძოლის EA-37B-ს კომპას სკოლის მონაწილეობით. ეს არის სუპერთანამედროვე ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები, სადაზვერვო არტემის 2-ის თვითმფრინავები, რომლებიც მუშაობდნენ მათ შორის ბალტიისპირეთში, ბელარუსთან და შავი ზღვის მახლობლად, და აი, ეხლანდელი C-17, ეს რა თქმა უნდა სრულიად სხვა ტიპის ტექნიკა. ეს სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავია და არა სადაზვერვო საბრძოლო თვითმფრინავი. და მისი უშუალო მონაწილეობა ამ კონკრეტულ დაჯგუფებაში პირდაპირი მონაცემები არ არსებობს.
როგორც უკვე დავაფიქსირეთ, ისი გაფრინდა კონკრეტულად შეერთებული შტატებიდან. მაგრამ თავად ფაქტი, რომ რიგა მეორე ჯერზე რამდენიმე დღეში ხდება ტრანზიტის საკვანძო წერტილი რუსეთ-ნატოს დაძაბულობის კონტექსტში, თავდაპირველად როგორც ბაზა კალინინგრადის გარშემო სადაზვერო აქტივობისთვის, ახლა როგორც შუალედური გაჩერება ჯონ რედკლიფის მოსკოვში ვიზიტან. ფაქტობრივად ლატვიის დედაქალაქს აქცევს ერთგვარ ლოგისტიკურ კვანძად მთელი მიმდინარე დაპირისპირების ფაზისა და პოტენციური დიპლომატიის ერთდროულად. ასე რომ არსებობს ეჭვი, რომ ძალიან მალე მოლაპარაკებების პროცესში გარკვეულ გარღვევას ვიხილოთ. ან შეიძლება ვივარაუდო, რომ რუსები ისევ ევროპელებს დაემუქრნენ. პრინციპში ისინი უკვე ისედაც ემუქრებიან. მაგრამ რაღაც უფრო სერიოზულით. და ეხლა ცდილობენ ეს ესკალაცია ჩააქრონ რედკლიფისა და ნარიშკინის მოლაპარაკებებით. ამიტომ აქ ჯერჯერობით მრავალ წერტილს ვსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასვენები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.